1 კილომეტრში სარფია, ანუ საზღვარს მივუახლოვდით, მაგრამ ზისპირა რესტორანი. შევამჩნიეთ რამდენიმე 1, 2, ნამდვილად 2 თურქული რესტორანი გაიხსნა. ვხედავთ წარწერებს, სრულიად ახალი, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა შევიდეთ და ვნახოთ, აბა ახალი კვების ობიექტი გაიხსნა, აბა როგორ პირობებში ამზადებენ საჭმელს. აქ ძალიან ბევრი ტურისტი და თუნდაც ჩვენი ქართველი მოგზაური გაჩერდება. არის ცალკე სივრცე გამოყოფილი სამრეცხაოსთვის. როდესაც პროდუქტი გამოდის პირდაპირ სამრეცხაოსთვის გამოყენებული ჭურჭელი შედის აქ და ეგ სწორია, იმიტომ რომ ჯვარედინი დაბინძურება არ იყოს და შევდივართ სამზარეულოში. ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია, შუშებშია სულ გაკეთებული და პრინციპში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ მოვიდეს ფანჯერასთან და სარკმელთან და ნახოს სამზარეულოში რა მდგომარეობა. ობიექტი არის ახალი გახსნილი, მაგრამ ობიექტი ფუნქციონირებდა უბრალოდ სხვა ხელმძღვანელმა გადაიბარა და ვნახოთ აი როგორ მოუვარა ობიექტს, როგორ დაიწყო მუშაობა. გამწოვის სუფთა არის, ნახეთ აი კვალიც არ არის კონდენსატის, გასქურა სუფთა არის, ყოველ შემთხვევაში, როდესაც კერძი კეთდება, მერე უკვე ეტყობა რომ ასუფთავებენ. ერთადერთი რა არის, აი დასაჭრელ დაფაზე ტილო არ უნდა იყოს და მოდით გვერდზე დავდოთ. ეს დაფა გამოსაცვლელია და მეთანხმეთ, ერთგვაროვანი არ არის. კი ბატონო, ნუ ეს დაფები უფრო აი თუმცა ისინიც კარგად აი როდესაც სიშავეს უკვე სისავე ჯდება დაფაში, დაფა არის მოსაპირკეთებელი ან გამოსაცვლელი. ზედაპირები არის ძალიან მარტივად დასუფთავება, მათი შესაძლებელია და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ხორცის მაგი და კანონმდებლობით უნდა იყოს აი ესეთი პლასმასის აი სქელი ესეთი პლასმასის რომ ნაწილაკები არ აყვეს, ხის ნაწილაკები, თუმცა აი ამ შემთხვევაში აი აუცილებელია, როდესაც აი ესეთი ნაპრალებია შიგნით, როდესაც ჯდება ჭუჭყი, ეს აუცილებლად ეს უნდა მოპირკეთდეს, დასუფთავდეს და იმედია მას მალე გააკეთებ. აქ ჩვეულებრივად რეცხვა მიმდინარეობს, კი ბატონო, და ეს გააკეთებ შიგნით და მე საგულს შიგნითთან გარესკენ. კილოების დასარეცხა დალბობილია, ხო. მაგრამ ხსნარში არის ალბათ დამბალი და მანდა მაინც რო გითხრათ, ეხლა კარგი სამეზობლო ნამდვილად არ არის. აქ იწვება სხვადასხვა ვთქვათ, კაბაბი, ბოსტნეული და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად მოპირკეთებულია. გარეთაც აქვთ მაყალი და აი იმისთვის რომ შემოიყვანონ მომხმარებელი, იმისთვის აი საოცარ სუნებს აყენებენ აქ იმაში, რა ქვია, ქუჩაში და ყველას აბსოლუტურად უნდა რომ უკვე შემოვიდეს და გაჩერდეს და დააგემოვნოს. აქ უნდა იყოს აუცილებლად ბადე, იმიტომ რომ არ შემოვიდეს ბუზები და ამიტომ ისე თუ ასე ცოტ-ცოტა ბუზები არის ობიექტზე და ბადე უნდა გაკეთდეს ქართული კანონმდებლობით, იქ კი, მაგრამ აქაც უნდა იყოს დახურული, რომ არ შემოვიდეს და ამასაც გააკეთებთ, ალბათ, სადაც ამდენია გაკეთებული. იატაკი კარგადაა მოპირკეთებული და ოღონდ დასასუფთავებელია და ძალიან მარტივი დასასუფთავებელია, იმდენად აი მოვლილი არის იატაკი. ვნახოთ რა ხდება მაცივრებში. მაცივრებში აი პროდუქტი განლაგებულია, ოღონ ვადები არ არის აღნიშნული და ეხა გაუწევ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად ქართული კანონმდებლობით სტიკერები უნდა იყოს და ვადები უნდა იყოს და აუცილებლად შეფუთეთ და რატო ნახეთ ბატონო, აი ჩვენ რო გამოვიღებთ ამას და დავდებთ მაგიდაზე, მერე რო უკან ჩვენ ამას ვაბრუნებთ, გინდა არ გინდა, აი ამაში შეიძლება ჩაცინდეს ის. ამიტომ თქვენ გაქვთ ამის საშუალება, რამე გადააკარით სუფთად. აუცილებლად სტიკერები უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ კი ინფორმაცია არ არის სრულყოფილად პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში ექვემდებარება დაჯარიმებას და ჯარიმა რო თავიდან აიცილოთ და თქვენ თვითონ იყოთ ვადებში გარკვეული, უნდა იყოს აუცილებლად ყველაფერი დასტიკერებული. ნუ ეს სასმელის ალკოჰოლის მაცივარია და ჩვენთვის იმდენად მიმზიდველი და საინტერესო არანაირად არ არის. მე უფრო აი პროდუქცია მაინტერესებს და მოდით ვნახოთ, აი ეს ყველაფერი უნდა გქონდეს შეფუთული, ხო? აუცილებლად. მე არის კიდე ესეთი მოთხოვნა, როდესაც აი შეფუთული
და შეუფუთავი პროდუქცია ერთად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ისურება აქედან. ამას სადისტრიბუციო მანქანაში ზოგჯერ სადდებენ, ზოგჯერ შადდებენ და ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მაცი ვარ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ და როგორც ისინი გაქვთ დასუფთავებული, აი ეს კუთხეები ყველაფერი დამისუფთავეთ, აი ესეც, იმიტომ რომ ეს მაცი ვარი აშკარად სასწრაფო დასუფთავებას ითხოვს, აი კატასტროფულად მით უმეტეს ყინვა არის, რომელიც სასმელში გამოიყენება ალბათ, ხო? სასმელებისთვის აუცილებელია. ესეც ყველაფერი ის რა არის? ყაურმა გააკეთებინა ეს მზად ყაურმა. ხო, კი ბატონო, ყაურმა მზად რო არის, აი ეს ყაურმა უნდა იყოს აუცილებლად ცალკე კიდე კონტეინერში და თავდახურული და ვადა უნდა იყოს მითითებული, ხო? რამდენი აქვს შენახვის ვადა. აქ ნახოთ რა მდგომარეობაა. ეს კარგად არის, აი შეფუთულია კარგად, ოღონ ვადა უნდა იყოს, ეს არ არის კარგად. ეს გააკეთეთ და მას ზემოდე ესენი ახლა მე არ მომხმარებ. ამას არ ხმარობ? არა. მაშინ აქაც არ უნდა იდოს, ხო? ეს არ ნამხმარებ. ნახო ესენი ახლა მე ეგრე გააკეთე, მანგალში გაუშვი იქ. მანგალში რო გაუშვებთ, მე ხო? სუნი უნდა იყოს და კარეთ. სუნისთვის არის მანგალზე რო, სუნისთვისაა გაქვთ, გასაგები. გასაგები, ანუ ესა გაქვთ მანგალისთვის მონარჩენი, ნაჭრები, უბრალოდ აი ნახეთ როგორი მარკეტინგული ხრიკია, აი რომ მოიზიდონ და ეს რა ქვია, შემოიყვანონ მომხმარებელი, აი ასეთ რაღაცებს, ნარჩენებს მანგალზე აკეთებენ და აი აქ ტრიალებს არაჩვეულებრივ მადის აღმზრდელი სუნი და ჩერდება მომხმარებელი და შემოდის. კი ბატონო, ეს პატარა ეშმაკობა. ჩემს უკან აბობოქრებული შავი ზღვა, ქარია, უამინდობა, მე კი თურქულ მუსიკას ვუსმენ. აი და რა თქმა უნდა, თურქულ ჩაის დაველოდები თუ გავჩერდები. ამჯერად სტუმრები არ ყავთ, ალბათ უამინდობის გამო. ეს არის ღია ვერანდა, მაგრამ აქედან ვხედავთ რესტორანს. მოდით დარბაზიც დავათვალიეროთ და შევაფასოთ ეს ახალი რესტორანი სარფთან ახლოს, რესტორანი აურას. ამ აღელვებულ ზღვის ფონზე ძალიან კარგია შესვლა დახურულ სივრცეში და ესეთ მშვიდ გარემოში აი ესეთი თურქული კერძების მირთმევა. აქ არის ხორცის კერძები, ნედლი, რომდელიც შემდეგ შეიწვება და რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი იქნება. აი აქაც რაღაც ბოსტნეულის კერძებია. ვერ ხედა აგერ მეთქი ტკბილეულობა როგორ არ არის და აგერ ჩვენი ფახლავაც არის ნამდვილად. დარბაზი უსუფთავესი. აი რამხელა კონტრასტია, ბინძური იატაკები, სადაც ჩვენ ვიყავით დღეს და აი ეს სუფთა გაწკრიალებული იატაკი. გასაგებია, რომ ახალი გახსნილია და მოწესრიგებულია ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ აქ აშკარად მუშაობს დამლაგებელი და ითხოვენ წესრიგს. ნახეთ, როგორი სუფთა, თეთრი მაგიდის გადასაფარებლები, ზემოდან არის ესეთი გამჭვირვალე, ასევე კლიონკა. ჭურჭელი, სუფთა მე რასაც ხედავ, დახურული სამარილე, შაქარი, ხელსახოცები და ყვავილებიც კი არის. აი თითქოს არაფერი დიდად ინტერიერი არ არის, მხოლოდ აი ეს კედლებზე ვხედავ სურათებს, ეს ბათუმის ხედებია. ეს არის ბოსტნეულის მაცივარი, კი ბატონო ბადრიჯანი. ეხა ნახეთ ბატონო აზიზ, აი პრობლემა სადა გაქვთ? არა, ეს გარეცხეთ უბრალოდ დაასუფთავეთ, ხო? აი ესენი დაასუფთავეთ აუცილებლად და ბოსტნეულია თუ რაც არის, მაცივარი უნდა იყოს მაინც სუფთა, ხო? აი მაცივრებში, აი კიდე რა პრობლემა გაქვთ? ნახეთ. აი ბოსტნეული და ხორცი ერთად. არა, აი ეს გააკეთეთ. დაბასტურნებული, ხო, მაგრამ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველგან ერთი და იგივეა, ეს დამისუფთავეთ, ხო? ტემპერატურული რეჟიმი კარგადაა დაცული. კი ბატონო და აქაც ნახოთ უჟანგავია ყველაფერი და ყველაფერი ეტიკეტები შენახულია და ყველაფერი ეტიკეტირებულია. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული და ყველაფერი უჟანგავია და აქ სისუფთავის დაცვა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. ტაფებიც სუფთა არის და კარგი არის და აი როგორ არის იცით, აი ხელი შევლება რო ჭირდება. აი ესეთი მდგომარეობა ზუსტად ძალიან მარტივად შეიძლება აი ტერიტორიის დალაგება. ეს რა არის? ღია რო გაქვთ ისინი, აი ნახეთ, იმიტომ შემოდიან აი ესეთი რაღაცეები, ხო?
ხო, ეს ჩაის მოწყობილობა, კი ბატონო, ძალიან გემრიელი საოცარი ჩაი არის, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ჩაი და ოსპი არის ჩემთვის ძირითადად საკვები თურქეთში, როდესაც მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი იქ ეს არის. ამ ადგილს ამშვენებს ბუნება, აქეთ კლდე და იქეთ ზღვა. ულამაზესი ბუნებაა, აი თუ კი წამოხვალთ სარფისკენ, აუცილებლად დააკვირდით, რამდენ სილამაზეს ნახავთ, ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამას აფასებენ ასევე უცხოელები. ეს რესტორანი გახსნა თურქეთის მოქალაქემ, მაგრამ თუ როგორ მიყავს მას ბიზნესი, მე პირადად მომწონს, იმიტომ რომ არის სისუფთავე და მე მგონი მადონად საკმაოდ კმაყოფილია, იმიტომ რომ სამზარეულოც მოწესრიგებულია. მოკლედ ეს იყო სულ, რაც შემიძლია ვთქვა ამ რესტორანზე, აურას, ეს არის გზისპირა რესტორანი, 1 კილომეტრში უკვე სარფია და საზღვარია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რეპორტაჟებს, რა თქმა უნდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და ადგილებიდან.